ავლაბარში ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე წუხელ ძარცვის რამდენიმე შემთხვევა მოხდა. გაქურდულია მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე მაღაზია და დაზიანებულია ავტომანქანები. ირინა კეჭაყმაძე საუბრობს პირდაპირ ეთერში შემთხვევის ადგილიდან. დიახ გიორგი, როგორც შენ აღნიშნე, ავლაბის რაიონში ძარცვის ფაქტი 3 ადგილას დაფიქსირდა. წურწუმიას ქუჩის 6 ნომერში ცხოვრებ მოსახლეობას მათი მანქანები დილით გატეხილი და გაძარცული დახვდათ. ესეთივე ფაქტი დაფიქსირდა დედოფლის წყაროს ქუჩაზე, სადაც 5 მანქანა იყო ასევე დაზიანებული. დაზარალებულების განცხადებით, ძირითადად წაღებული არის მაგნიტოფონები, რაც შეეხება მიწისქვეშა გადასასვლელს. დილით მისულ მოვაჭრეს საკუთარი მაღაზია გაძარცული გახდა. აქედან წაღებული არის 3 კოლოფი სიგარეტი და 10 ლარი. დაზარალებული 3 ადამიანი ვართ. 3. ჩემ მანქანა და მაგნიტოფონია წაღებული და შუშა არის გატეხილი. ო და ესეთ რაღაც არ ყოფილა. 3 თვეა ვაჭერი მანქანას აქ. ესეთ რამე პირველად მოხდა. ესეთი შემთხვევა არ მქონია ბოლო წლებში და ეხლა დილით რო გამოვედი აქ მებაღე მითხრა რომ გატეხილი არის მანქანა, მოვედი ნახე გატეხილი დახვდა და გამოვიძახე პატრონი. რა არის წაღებული? მაგნიტოფონი არის წაღებული მარტო. დილით ნახეს მაჩვენეს მეზობლებმა რომ იყო მინა ჩატეხილი, ჩამსხრეული. შიგნით ჩავიხედე და მე მგონი არაფერი არის დაზიანებული, არც არაფერი წაღებული. ნუ მითხრეს რომ არ მოკიდო ხელიო, იმიტომ რომ ჯერ კრიმინალისტები უნდა მოსულიყვნენ და ამიტომ მე ჯერ არ მინახავს კარგი. ისე ზედაპირული შეხედვით არაფერია წაღებული. მე მგონი არც გაღებულია მანქანა. თქვენს გარდა რამდენი მეზობელი? აი როგორც მესმოდა ეს ლაპარაკები, ალბათ 6-7-იო. როგორც დავთვალე. ბოლო წლები ძალიან ისეთი ღიაც კი იყო მანქანები რატოვილი და არავინ არ მიყარებია მანქანას და აი არ ვიცი რა მოხდა ამ რა ვიცი ამინისტიის მერე დაიწყო შემოსევა ასე ვთქვათ პატარა ქურდობები. დაზარალებულები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა მსგავსი ფაქტები, შემთხვევის ადგილას ექსპერტები და კრიმინალისტები მუშაობენ.